ეს ნომერ პირველი მტერი ვიმეორებ, როდესაც საქმე მიდის კვების დაცვაზე. ოდნავ ესეთ მოძრაობას ვაკეთებთ. ცეცხლია. ხო და რაღაცას აქვს რომ გადაცდებით და მე მივხვდებით, რომ არაფერი არ ეხავს ამ ცხოვრებაში. ყველა რომ წერო რომ კაცს გავხარო, ეგ მწყინს. მაგრამ თუ საერთოდ არის ძალიან კუნთიანი და ძალიან ქალური და ძალიან ლამაზია, ეგეც მწყინს. თითქოს ხო, თითქოს დაფიქსირდა გაწევრის ფაზა და ზევითაც თითქოს დავაპაუზეთ. ჭამა რო სიამოვნებასთან არ ასოცირდებოდეს. სამყარო რა ბედნიერი იქნებოდა. მე ნაპოლის პისა შემიძლია ერთ ჭამაზე ორი ცალი ვჭამო ისე რომ მოვედი. დიდი ხანი არის ამ სივრცეში თქვენთან არ გამოვჩენილ ვარ, მაგრამ რა უშავს. დღეს დილის გამთენიას მივდივარ ბავშვებთან თურქეთში, ერთი კვირით დასასვენებლად. ხო და გადავწყვიტე რაღაცნაირად ბოლო დღე თითქოს full body მოვაწყო, მინდა ვავარჯიშო ფეხი, საჯდომი, ზურგი, პრესი, წინა, შუა, უკანა დელტა და ცოტა კარდიოც. ხო და აი მეთქი ვიდილეთ why not. მოდი გადავიღოთ YouTube-ისთვის ვლოგივით რაღაც ვიდეო. ეხლა ვივარჯიშოთ, მერე წავიდეთ მოლში, შეიძლება ახალი სექსუალური ბიკინები ვიყიდო. მერე სახში მოვიდეთ, ჩავალაგოთ, რაღაცა ბავშვები მოვამზადოთ და დილით გამთენიას აეროპორტში მოვიდეთ, წაგიყვანთ დღეს თურქეთში. ეხლა გავხურდეთ და დავიწყოთ ჯერ დუნდულა კონთის ვარჯიშები. ბოლო 10 დღე არის ფაქტობრივად გიჟვით ვარჯიშობ. აი რაღაცა არ ვიცი რაღაც ესეთ ხასიათზე ვიყავი, არანაირი დასვენების დღე, არანაირ აღდგენაზე ფიქრი, კალორიული დეფიციტის შენარჩუნების ფონზე. სულ მქონდა ფეხი, საჯდომი, ზურგი, დელტა, პრესი, ყოველდღიურად კარდიო, ანუ ფაქტობრივად ეხლა ისე მტკივა. ჰამსტრინგები ისე მტკივა, რომ არ ვიცი, მაგრამ კიდია დღეს კიდე გავაკეთებ. ზოგჯერ იცით რა, იგუში მოვგნებოდი ჩვენს ერთ მომხმარებელს რა. ყოველთვის ვარჯიში არ არის, აი მარტო იმ მიზნით, რომ ვივარჯიშო, ბაკუნთი გაიზარდოს, აბა მე აღდგეს, ანუ ზოგჯერ აი ამ სივრცეში ყოფნა სხვა кайფი აქვს რა. აი არ ფიქრობ აი ესე მართლა ბოდიბილდერივით, მარტო ეხლა ვივარჯიშე, 3 დღე სჭირდება აღდგენას, ანუ კიდია. ზოგჯერ გვინდა რომ ყოველ დღე მაღალი წონებით ვავარჯიშოთ, იმიტომ რომ გვსიამოვნებს, кайფობთ ამით, ხო და ესეც საჭიროა და it's okay ზოგჯერ რა, ასე რომ თავარი არის რომ რაღაცნაირად ვიგრძნოთ რომ უსაფრთხოდ ვართ, სადმე რაიმე ტრავმა მივიღოთ იმის გამო რომ სხეული აღდგენას დასვენებას ვერ ახერხებს და მოკლედ ვუსმინოთ ჩვენს სხეულს. თუ ვნახე რომ ეხლა მე მაგალითად გუშინ ფეხები ძალიან ძმეთი ვავარჯიშე, გუშინ წინ საჯდომი ზემძიმეთი ვავარჯიშე და იმის წინ კიდე ფეხი ვავარჯიშე ძალიან მძიმეებით და გუშინ რაღაცნაირად წელის არეში ცოტა ვიგრძანი რომ რაღაცა დისკომფორტი მქონდა. ვინერვიულე, მაგრამ მე გამახსენდა რა იცით, ინსტაგრამისთვის ფლექსაობდი და წეს რომ არ გავხურდი. ამიტომ ეხლა მოდით კარგად გავხურდეთ. მოკლედ let's go. ჯერ გავხურდეთ. ყოველთვის წელის გახურებით ვიწყებ ხოლმე. იმიტომ რომ ყველაზე მეტი დაწვევა გვინდა არ გვინდა წელზე მოდის. აი რა კარგი. საჯდომის ვარჯიშებს გავაკეთებ. 3-ს მხოლოდ ამოვარჩევ ისეც, სადაც ფუნქციურად დუნდულა კუნთი ყველაზე მეტად ასრულებს თავის დანიშნულებას. ეს იქნება hip thrust-ი, ეს იქნება RDL-ი და ეს იქნება გამშლელი. მე ფეხისთვის ჩვეულებრივ ერთი გამშლელი, ერთი მომხრელი და ბოლოს მინდა ლანჯები. ლანჯებს გავაკეთებ ცოტა სხვანაირად და თუ არ დამზადებ ტექნიკას აგიხსნით. ოკეი. გახსოვდეთ ყოველთვის, რომ გახურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გახურების დროს ყესები, იოგები, კუნთი, ყველაფერი იწყებს მობილიზებას, ტვინს მიეწოდება ინფორმაცია, რომ სხეული რაღაცა დატვირთვისთვის ემზადება და პლუს სახსრის ჯანმრთელობისთვის გახურების პროცესში
იწყება მეტი სინოვიალური სითხის გამოყოფა. ადამიანურ ენაზე რო გითხრათ, ეს არის ესეთი საფუხი სითხესავით, რომელიც ჩვენ სახსრებში გვაქვს და რომელიც იცავს ჩვენს ძვლებს სვეთისგან, რომ ეს ხახუნის ძალა განეიდროს. ხვდით? ბაჩუც სავარჯიშოდ იმზადება. დღეიდან ვარ შობულებაში და ძალიან ვიხარია. წარმოიდგინეთ, მთელი წელი რომ მუშაობ და აი შობულების მომენტი. ვინაიდან მთლიანი სხეულის ვარჯიშს ვაკეთებ, წესით, როდესაც იზოლირებული კუნთის ვარჯიშები მაქვს ხოლმე, მაქვს ყოველთვის 4 მისვლა. აქედან პირველი არის თითქოს აი შესამოწმებელი, შედარებით საშუალო წონით მისვლა, შესამოწმებელ შესახურებელს ვეძახი ხოლმე და მერე მაქვს უკვე 3 სამუშაო წონა. ვინაიდან დღეს მთლიან სხეულს ვაპირებ, 3 საათი აქ ვარ ვიყო, მექნება მხოლოდ 3 მისვლა და პირველივე მისვლა იქნება უკვე სამუშაო. ესე იგი, ამ ტრენაჟერში ყოველთვის ვერიდებოდი ხოლმე hip thrust-ის კეთებას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად მთრგუნავდა ის მომენტი, რომ აი შეიძლება 20 კილო კი არა 5 კილო დავკიდო და ამაზე მეტით ვერ გავაკეთო. ხოდა იმ დროს ბაჩას ვეუბნებოდი, აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრმა არის ის, რატომ განსხვავდება ამ ასეთი წყობის ტრენაჟერში სამუშაო წონები მკვეთრად თავისუფალი ღერძით, როდესაც ვაკეთებთ hip thrust-ს იმისგან. ამიტომ აუცილებლად ამ თემაზე ვიდეოს გადავიღებ და ჩავწერ და Instagram-ზე რილსებში დავდებ. რეალურად მთელი ფიზიკის კანონები დევს აი ასეთ წყობაში და სწორედ მაგ კანონებიდან გამომდინარე არის რომ საცოდავი 20 კილო მიკეთია მაშინ როდესაც ჩვეულებრივ თავისუფალი ღერძით 200-210 კილოს ვაკეთებ. თუმცა უკვე მაგ წონებით კეთებას მივხვდი რომ აზრი არ აქვს და შევეშვი. ჩემთვის არ აქვს აზრით რომ ზოგადად აქვს. მარჩა. ფეხი მხრის განზე, პრესი მოვჭიმეთ, ნიკაპი ჩავკეტეთ. თითქოს აი რაღაცა აი აქეთკენ ვართ მობილიზებული, ეს შეკრულები ვართ თავიდან ბოლომდე, რომ წელის არის არ მივცეთ ჩაგდების სულება. კარგად. დასაზათია. კიდევ ერთი დეტალი, რასაც hip thrust-ის დროს ვაკეთებთ ხოლმე. აუცილებლად ვაკონტროლებთ ჩასვლას, ანუ ინერციას არ ვაძლევთ უფლებას, რომ ჩაგვაგდოს, ჩვენ თვითონ ჩავდივართ და ამაში ეს ტრენაჟერი კიდე დამატებით გეხმარება და გაიძულო, რომ გაიძულებს, რომ ნეგატიური ფაზაც აკონტროლო და მეორე კიდე ერთი პატარა დეტალი ჩემგან, როდესაც ზევით ავდივართ, ანუ ვაწვევით უკვე ხო, სიმძიმეს უნდა ვეცადოთ თითქოს ფეხებისაც მხრის სიგანეზე გვაქვს ხო, აუცილებლად ყოველთვის უნდა დავიცვათ ასიმეტრია, რომ მუხლი, ანუ მხარი, მუხლი და ცერები ერთმანეთს უნდა ემთხოვდეს, ხო? ხო და ასვლის დროს ოდნავ კიდე თითქოს ბარძაყის ძვალში, კი არა, ბოდიში მენჯის სახსარში ბარძაყის ძვალი ოდნავ როტაციას, აი, ოდნავ ასეთ როტაციას აკეთებს. აი, თან ვაწვევით და უბრალოდ აქედანვე ესე კერვაწვევით, თან ვაწვევით და ოდნავ აი ამას ვაკეთებთ. აი, დააკვირდეთ ჩემი ისინი თუ დგას, აი, ოდნავ აი ესეთ მოძრაობას ვაკეთებთ. მე ცეცხლია.
სცადეთ და გამიზიარეთ, ოღონდ სწორად თუ შეძლოთ რომ გააკეთოთ, სცადეთ და კომენტარებში დამიწერეთ შემდეგ თქვენი შეგრძნებები. ძალიან მოგეწონებათ. სხვათა შორის ესეთი ბრენდი არის ტრენაჟორების ნიუტეჩში და გერმანიაში ვიყავით ფიბოზე, იქ ჰქონდათ მათ ეს hip thrust-ის ტრენაჟორი და ცერები სადაც გედგა, ზუსტად აი ამ მოძრაობას გაკეთებინებდა და ის სასწაული არის. არის კიდევ აი წელი რაზეც გავახურე ჰიპერექსტენზია, სპეციალურად საშტომისთვის შექმნილი, ოღონდ ნიუტეჩს არ აქვს მასეთი, სხვა ბრენდს აქვს და იმათაც აქვთ რომ ცერები რაზეც გიდევს საჯდომის გაკეთება როცა გენა ჰიპერექსტაზიაზე, თან ტერფები აკეთებს ამ მოძრაობას. მოკლედ თანამედროვე ტრენაჟორების მთელი არსი და მთელი აი სასწაული რაშიც მდგომარეობს არის ის რომ აბსოლუტურად თუ კი ჭკვიანი კომპანია არის, მაქსიმალურად ცდილობს რომ სხეულის ყველანაირი ბიომექანიკა იმ ტრენაჟორში გადაიტანოს უკვე არა მარტო ის რომ აწიოს და დაწიოს, არამედ აი რაღაც პატარა მილიმეტრიან მოძრაობასაც კი ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა რო აქვს კუნთის ფორმირებისთვის, აი იმ მილიმეტრიანი მოძრაობის ტრენაჟორში ჩადებასაც აკეთებენ უკვე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მსვლა. ძალიან დაღლილი ვარ, რეალურად, იმიტომ რომ გუშინ ძალიან მძიმე ფეხი, გუშინ წინ ზემძიმე საჯდომი, იმის წინ ზემძიმე ფეხი და ეხლა დღეს full body, ანუ არ ვიცი, ცოტა გიჟი ვარ, თათ შემგან მაგალითებს მოაიღებთ ხოლმე, მაგრამ როგორც უკვე ძალიან გითხარით, საუბრის დასაწყისში, ზოგჯერ ვარჯიშობთ სიამოვნებისთვის. ზოგჯერ მხოლოდ ესე კაცრად კუნთის შენებისთვის, ზოგჯერ სიამოვნებისთვის. მოკლედ გააკეთეთ ეს. Let's go. საათია თან. ანუ რატო არ მომბაძოთ მე ხა მთლით ყველაფერში. 2:25 და უზმოზე ვარ, არაფერი არ მიჭამია. არ მშიოდა, აი არ მშიოდა. და მეთქი არ მშიოდა, რატო ვჭამთქო. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდა მეჭამა იყო ის, რომ დღეს მაქვს საკმაოდ რთული ვარჯიშები გამომდის. მიუხედავად წონებისა, უნდა გამეთვალისწინებინა მთელი წინა 10 დღე, რომ ყოველ დღე ძალიან მძიმებით ვარჯიშობდი და დღეს კიდევ full body გადავწყვეტე. და რეალურად ძალა და ენერგია მჭირდება. არ ვსვავ ენერგეტიკულებს, ამიტომ ძალიან მიჭირს. როდესაც უზმოზე ვარ, მაგრამ არ უშავს. ეგეც კიდია. ვარღვევ დღეს სტანდარტებს. ჰოლომო. ეს იცოდი რომ დღეს მეც ლურჯი შორტი მომწმოდა? მოდი დაენახე ჩემ გამოწერებს. ესეც ელასტიკებით ვარჯიშობს. თქვენ 1-2 სიტყვა. ფეხის დღეს მეც ელასტიკებით ვარჯიშობ. ფეხის დღეს ელასტიკებით ვარჯიშობს. ნუ ზავიდან შორტიც აქვს ხოლმე გადაცმული, მაგრამ ურჩევნია რომ აი ისაცვია ველოსიპედისტებს, ხო? ველოსიპედისტებს რომ ესეთ ისაცვიათ, რაღაცა მოტკუცული, ეგაცვია, იმიტომ რომ ანუ მოძრაობაში ხელს არ უშლის რა. და კომფორტულად გრძნობს თავს. ვარჯიშის პროცესში კი არაფერი არ უნდა გუშილდეს ხელს. ფუშაპები? ფუშაპი მინდა. ფუშაპები უნდა. აი ჩემი სპორტულების ბრენდს რომ გავაკეთებ, გაჩუქებ. შენს ბიჭების ზომა ფუშაპებს შევკერავ. და წინაც რომ დაუფუშაპოს ბიჭებს ესეთი რომ გოგოებსაც გქონდეს სანახაობა დარბაზში. სულ ბიჭები გიყურებენ ხოლმე და ჩვენს ხო გვინდა ყურება, რაღაცა სადმე რამეზე. გავუშვი კახური ჩავრთე.
იცით რა, რაღაც ასაკს რომ გადაცდებით, ვინც პატარები ხართ და მიყურებთ. რაღაც ასაკს რომ გადაცდებით. როგორ? შერიკელის გადახურად იქნებოდა ემანუელა ნათო. ემანუელა ნათო. ხო და რაღაც ასაკს რომ გადაცდებით და მე მიხვდებით, რომ ანუ არაფერი არ ეხავს ამ ცხოვრებაში. ყველანაირ თემაზე საუბარი, ხუმრობა მოსულა. ერთი ბოროტები ნუ იქნებით და შურიანები და დანარჩენი ყველაფერი მოსულა. სხვისას ნუ შეეხებით, თქვენს თავს მიხედეთ, თქვენი ცხოვრებით იცხოვრეთ. всё, სხვებს ნუ განიკითხავთ. სხვა ყველაფერი მოსულა. Let's go. Let's go. მიყვარს რა. ანუ იმდენად განსხვავებული ის მაქვს. აი, როცა ჰამსტრინგებზე მინდა აქცენტის გაკეთება თავისუფალი წონით, ვაკეთებ პირიქით 100-ჯერ უკეთესად ყურსნებ და როცა საჯდომისთვის მინდა, აი, სმიტის ტრენაჟორი და სმიტის ტრენაჟორი მიყვარს სწორი ღერძით. აი, ეს არის სწორი ღერძით. არის სმიტის ტრენაჟორები, ესე დახრილად მოდის ღერძი და ჩემთვის ძალიან მიუღებელი არის მასეთი სმიტი. სწორი ღერძით. გაცილებით სწორად და გაცილებით მეტი ვარჯიშების შესრულების შესაძლებლობას მაძლევს, როდესაც სმიტის ტრენაჟორი არის სწორი ღერძით. ძალიან ძნელია თან გადაღება, თან ვარჯიში, თან ლაპარაკი, თან ფიქრი. ანუ თან ხო ფიქრობ იდეებზე. რა ილაპარაკო? კადრი რა როგორ გააკეთო? მოგეთ დიდი გოგო რო ვიქნები. დიდარი. მექნება ძალიან ბევრი სახის ტექნიკა და მეყოლება ჩემი ვიდეოგრაფი. პირადი ვიდეოგრაფი მინდა. ეხლა თან გონებაში ვფიქრობ, რამდენი ვარჯიშის გაკეთება მინდა, მაგრამ იმის გამო რომ ვიდეოს ვიღებ, ძალიან მეწელება დროში. რეალად საერთოდ არავისთან ერთად ვარჯიში არ მიყვარს. ვარჯიშის დროს ვიდეოების გადაღება არ მიყვარს, მაგიტომაც არის რომ რეალად ჩემს გვერდებზე რომ გადახვალთ ესე პოსტებში და რილსებში ვარჯიშის ვიდეოები ბევრი არ მიდევს, იმიტომ რომ მიყვარს მაქსიმუმ 50 წუთში გააჩნია რისი დღე არის 50 წუთიდან 70 წუთამდე ჩემი ვარჯიშის დასრულება. მიყვარს კონცენტრირებული, აი მუსიკას ჩავთავ და მორჩა. ვაკონტროლებ დროს, ვაკონტროლებ შეგრძნებებს, ვაკონტროლებ ხარისხს ვარჯიშის შესრულების და ანუ თითქოს გარეს დამყარ, იმ დროს ჩემთვის არ არსებობს. ძალიან ხშირად airplane mode-ზეც კი ვაყენებ ხოლმე ტელეფონს, რომ ვერავინ ვერ დამირეკოს. ხო და ეხლა ნუ არ ავშავს, ისაც მთელი 10 დღე ავიხიე სახე, დღეს უფრო რაღაცა ისეთი მუთელვითი ვარჯიში არის, ამიტომ it's okay, გავაკეთეთ. ჩემ შულებს კიდე ძინავთ ხალხმა, 2 წუთია 5 წუთი. მაგრამ დღეს ათენებენ. იმიტომ რომ დაძინებას აზრი არ აქვს, 4 საათზე უკვე უნდა გავიდეთ აეროპორტში. მეორე მისვლა.
სმიტის ტრენაჟორი ძირითადად ყველა დარბაზში დგას სარკის წინ. შესაბამისად ყველა ადამიანს ურჩება სურვილი რომ სარკეში იყუროს. და მე ესეთები არიან ხოლმე. ესეთ არავითარ შემთხვევაში ეს თავი უნდა იყოს ხერხემლის გაგრძელება, გახსოვდეთ, სადაც მიდის ხერხემალი, იქ მეყვება თავი. საიდან მაქვს ეს ენერგიები, ღმერთო ჩემო. თან არ მიჭამია, ეხსაც შევხედა და დღეს საჭმელი არ მიჭამია. ჭამა არის მითი. წარმოიდგინე ისე რომ იყოს რა, ჭამა რო სიამოვნებასთან არ ასოცირდებოდეს, რა ბედნიერი იქნებოდა სამყარო. ჭამა რო სიამოვნებასთან არ ასოცირდებოდეს, სამყარო რა ბედნიერი იქნებოდა. ხო. რატო, კაც აუცილებელია ჭამა დეიცზე? მარტო იმისთვის რომ ჭამრო მიზანს და ჯანმრთელობას ასჭირდება. ჩემი აზრით მაინც ყველაფერი მოდის კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კვების კულტურიდან და ოჯახში ბავშვი როგორ აღზარდეს, რა დამოკიდებულებით. Let's go. რა იცოდეთ ამ წონაზე, როცა ნათია აზრიანად ვარჯიშობს და როცა კარგ ნახშირ წყალმაჭამ მოდის, ანუ როცა ჭკვიანი გოგოა და ისე ვარჯიშობს, აქეთ იქიდან კიდე 10 კილოები მიკიდე, ანუ პლუს კიდე 20 კილო უნდა ეკიდოს ახლა აქ, მაგრამ დღეს ჭკვიანი არ ვარ. Let's go შემდეგ ვარჯიშზე. გამშველები. მათი დაგეხმარა. სუსტია რა, ძალიან სუსტია, მაინც აი ძალიან სუსტია. ოკეი. დაბლა კიდე უნდა მქონდეს იოგას მატები, მაგრამ მეზარება მოტანა. ჩაგაჭერებით? შეიძლება? ნუ მიფახულებ, ბიჭო, თვალებს. მაგრამ ეს must need, ვისაც ჩემი rilsi არ უნახავს, ეს ვისთვის არის საჭირო, გადადეთ ჩემს Instagram-ზე და ნახეთ. გავაკეთე ორ პოზიციაში. ერთი სწორი ამებისთვის და ერთი წინ გადახრილი იქ და ამისთვის. Let's go. ყველაზე ძნელი არის ამ დროს მენჯის კონტროლი. აი მენჯი რო გაჭიროს სწორ პოზიციაში. მაგრამ მარტო პურის ჭამა უკონტროლო. ეგრევე ცეცხლი მეკიდება ხოლმე. შენ. აშკარად დაღლილია სხეული, იცით როგორ გრძნობ, აი ისეთი დაღლილი მაქვს სხეული, რომ ბავშვური წონებით ვაკეთებ ფაქტიურად. ხელით ვეხმარ. ანუ ეს ტრენაჟორი არის, აი, ანუ საჯდომისთვის
გამშლელების კეთება, აი არ ვიცი. თუ ვინმე ხარ დედამიწის ზურგზე, ვინც გამშელს არ აკეთებ საჯდომის დღეს. გააკეთეთ. მოდი ლომო. აუ ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით ახლა და გადავამთავრე ეს მისვლა. გადავედით წინ. კიდე მეორე საინტერესო რაღაცასაც გეტყვით. ნელა რაღაცები იდეები მომდის. რაზე გელაპარაკოთ. მეორე ესე იგი როდესაც მიდიუსზე აქცენტით ვაკეთებთ ამ მოძრაობას იცოდეთ რომ წონა სამუშაო იქნება უფრო ნაკლები ვიდრე როდესაც მაქსიმუსზე აქცენტით ვაკეთებთ ლოგიკიდან გამომდინარე ხო მინიმუსი ამხელა კუთია მაქსიმუსი ამხელა ხო აქედან გამომდინარე როდესაც ესე ვზივართ შეიძლება გავაკეთოთ მაგალითად 25-30 კილოთი მოძრაობა და როგორც კი გადავიხრებით და მაქსიმუმს მეტად ჩავრთავთ სამუშაოში, წონა უნდა შეგვიძლია არა, უნდა გავზარდოთ და უფრო მეტი წონით გავაკეთებთ, იმიტომ რომ ვიმეორებ დიდ კუნძს მეტი გამძლეობა და ამტანობა აქვს, პატარას ნაკლები ძალა. ხო და ეს ერთი დეტალი და მეორე ამ ტრენაჟორში ჩემი მოღვაწეობის დასაწყისში საჯდომის შეგრძნებას არ თამქონდა. და რომ ვუყურებდი ხოლმე ჩემს საყვარელ სპორტსმენებს YouTube-ზე, ისე როგორც ახლა თქვენ მე მიყურებთ. იმედია. და ამ ტრენაჟორზე დაждდებოდნენ ხოლმე და აუ იმედა როგორი მეწובה და რაღაცა ცოტა ისეთი შოკირებული და ეჭვს თვალით უყურებდი ხოლმე და ცოტა ისე რომ აი რა ანუ მე რა მჭირს რატო ვეუხსნებ და მართლა გეუბნებით დღე აი ის დღე ის ვარჯიში ის გარემო დღემდე მახსოვს როცა ამ ტრენაჟორში საჯდომი ვიგრძენი აი უბრალოდ არაფერი არ შემიცვლია ისე გვაკეთებდი ყველაფერს და უბრალოდ რაღაც მომენტში ტვინმა შეგრძნება დაიჭირა. აი რაღაც მომენტში. მერე მოხდა ის, რომ დროთა განმავლობაში ყოველ შემდეგ ამ ტრენაჟორზე დაბრუნების დროს ჩემი ტვინი იწყებდა იმ შეგრძნების პოვნას, იწყებდა, ხო, ანუ ეძებდა იმ შეგრძნებას და რო პოულობდა, სულ იმ შეგრძნების ფაზაში მოძრაობდა და მერე დაიწყო უკვე განვითარების სხვა ეტაპები. ანუ ტვინმა თვითონ მომცა უკვე მინიშნებებივით, რომ აბა ეხლა ცოტა ისე, ცოტა ასე, რომ თუ მანამდე რაღაცა პატარა მხოლოდ აწერტილში განმევითარდა შეგრძნება, მერე იმ პატარა რაღაცა თითქოს ინსტინქტური ქმედებებით და ლოგიკური დასკვნებით უკვე ბ-წერტილშიც განმევითარდა შეგრძნება, მერე C-წერტილშიც და ბოლოს ისე მოხდა, რომ სადაც კი იდეაში ეს ტრენაჟორი უნდა შეგრძნებებს ამვითარებდეს, უკვე სრული შეგრძნება განმევითარდა. ეს ვიდეო და ეს მთელი ტექსტი მათთვის, ვინც ნერვულობს ხოლმე, რომ შეგრძნება არ მაქვს, შეიძლება წლები, მეგობრებო, წლები ვივარჯიშოთ და ყველა ტრენაჟორში რაღაცა ვერ ვიგრძნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუნთი თავის ფუნქციას არ ასრულებს, არ მუშაობს, არა. მუშაობს, უბრალოდ ეს შეგრძნებები ძალიან საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარია იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში, აი რაც თქვი რა, აი ამ შეგრძნებებმა აწერტილიდან მომიყვანა B-მდე, C-მდე, D-მდე და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე ეს შეგრძნებები ხდება თქვენი ინდივიდუალური, თქვენზე მოგებული ინდივიდუალური ვარჯიშების განვითარების საფუძველი. და რა თქმა უნდა, ამას უკვე მოსდევს მერე პროგრესიც. ასე რომ არ დაითრგუნოთ ხოლმე, როდესაც შეგრძნება თავიდანვე არ გექნებით. ბოლომ ესვა. დაიჭირეთ მენჯი. წავედით ახლა ან გამშრალი, ან მომხრალი, ან ლანჯები. ჩემი საყვარელი წყალი დავლიოთ. ჩემი საყვარელი წყალი Q&T-ის L-კარნიტინი 2000-იანი 0 calories. დედამიწის ზურგზე ვინც არის ეს L-კარნიტინი რისთვის არის? ვიცოდეთ რომ
L-კარნიტინი ეხმარება ორგანიზმს, რომ ცხიმოვანი მჟავები გამოიყენოს ენერგიის წყაროდ. ასე რომ ვარჯიშის აი ამ მოხდვაშიც ძალიან გეხმარებათ. და რა თქმა უნდა შედეგებშიც. მე როგორც კახალმა ქალმა არ ვიცოდი ხოდი რას ნიშნავდა. იმედია სწორად ვამბობ, მოხოდვა, ხოდი, ხო? და ბაჩოსგან ერთხელ რაღაცა ანეკდოტის სტილში ყვებოდა და თურმე მეგრულად მოხოდვა ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს. ცუდს რა იდეაში კარგია, მაგრამ ხო. ხართ ვინმე მეგრელები? ოკეი, ეხლა ვფიქრობ. გავაკეთო ჯერ ლანჯები თქო, იმიტომ რომ ეს და ეს მაინც დასვენებული არის და შევძლებ უფრო ლანჯების კეთებას. თუ გავაკეთო გამშრელი, მერე მომხრელი და მერე ლანჯი. მაგრამ მასე რომ გავაკეთო, დუნდულაკუნთი უკვე ძალიან დაღლილი მაქვს, ესეც დამეღლება და ლანჯების ეფექტურად გაკეთებას ვეღარ შევძლებ. არა და ლანჯები ეხლა უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის, ვიდრე გამშრელი და მომხრელი, იმიტომ რომ გამშრელი და მომხრელი გუშინ ჩავკალი ისე გავაკეთე. ხო და მოდი ახლა ცოტა ხანი დუნდულას დავასვენებ და გავაკეთოთ მერე ლანჯები. ხო და მარო გარდაიცვლება და მიხო საფავის ხაზე დააჭერს. დაგადო მიხომ. დაგადო მიხომ? ხო, საფავის. დაგადო ვასწინე. შენ სადაური ხარ? ისე. თიული. და ეს თიული კაცი რამ გაგაკახება? იმდენი ხანია ხარი ხარ თამარ დაბმული რომ იცი რა ძალიან ბევრი წეს რომ ვიზუალურად გავხართო? ჩემნაირი პულმასაცველი. მე წინოს თუ გამიხარდეს რა. არა, მსგავსებით ეგრეა ერთ განმავლობაში. კარგი. Let's go. Ლის მომზიდველებით კარგად მუშაობს. აწევით ავწე. ჩამეთი შესენი. მე ხვდით მე ჯერ ეს გამეკეთებინა ტრენაჟერში. ესენი ძალიან ჩაეთიშებოდა. ესე იგი. როდესაც ლანჯებს ვაკეთებთ ფეხით წინ, რა თქმა უნდა მთელი კორპუსი არის, ანუ ფეხი, კორპუსი, ყველაფერი, თავი, თვალი, ტრაკი, ყველაფერი იყვება ერთი მიმართულებით. მაგრამ როდესაც ჩვენი მიზანი არის არა წინ ლანჯების გაკეთება, არამედ აი ესე. აქეთ. სიარული. ძალიან ბევრი ადამიანი უშავს ხოლმე შეცდომას. თუ მე ფეხი აქეთ გადავდგე, კორპუსი იყურება მაინც წინ. ნახეთ? აქ არის ფეხი, აქ არის მეორე ფეხი, კორპუსი იყურება მაინც წინ. თუ მე ფეხი გადავდგე და ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს კორპუსით შევატრიალე, ნახეთ? არაფერი არ იცვლება. იგივე არის, რაც წინ პირდაპირ ლანჯების დროს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ საჯდომით მეტად გავაქტიუროთ, მეტად გააქტიურდება რატო? იმიტომ რომ გაწევის ფაზა იქნება მეტი და პლუს მომზიდველებიც 100%-იანი დატვირთვით ჩავრთოთ მაქსიმალურად, რასაც ეს ვარჯიში გვაძლევს შესაძლებლობას. დაიმახსოვრეთ, ფეხი თუ მიდის იქით, კორპუსი იქით არ მიყვება. კორპუსი რჩება წინ. ოკეი? თუ კორპუსს შევცვლით, ნახეთ, მოძრაობის ტრაექტორია არ იცვლება. ესე ვიდგები თუ ესე ვიდგები, მნიშვნელობა არ აქვს. ფეხი იქით, კორპუსი აქეთ. ან თუ არ და აღარ ვიწოლოთ და ვიაროთ წინ. პლუს რატო მიყვარს საჯდომისთვის დიდ დუნდულაკუნთზე, ქვედამიმაგრების წერტილში, აი ეს ზოლი რო გვიჩნდება ხოლმე, ეგ რო ავალაგოთ მაქსიმალურად. მოძრაობა მაქვს მე როგორი ნახეთ? ეს ფეხი განზე არის და ეს ფეხიც განახეთ ქუსლის შიგნით და აი ესეთი ტიპაჟი ვარ. და ჩავდივარ მაქსიმალურად სწორედ და ადგომის დროს თითქოს წიღანო გითხარით თვითფრინავს თქო რა, ადგომის დროს განა აქედან აქ ვდგები, არა, ადგომის დროს ნახეთ, აი ესეთი ამის ნაცვლად ესეთი პოზა მაქვს
ნახეთ მაქსიმალურად გაშლილი, რომ აქეთ მხარეს დიდი დუნდულას კუნთი მაქსიმალურად გაიწევოს და ადგომის დროს თითქოს აი თვითმფრინავი ხო ესე მიფრინავს, თითქოს წინ მივდივარ და აი ეს ყველაფერი, ნახეთ ეს დიდი დუნდულა კუნთი, მენჯის სახსარი თითქოს აი აქ მაქვს და არა აქვს წელში ჩაგდების ხარჯზე, ხო? აი ესე დავდგები, ნახეთ. ესეთი ტიპი კი არ ვარ. ეს წელის მალები მაძლევს ამის შესაძლებლობას. არა, აი მოჭიმული მაქვს სულ დიდი დუნდულა კუნთი მენჯის სახსრის შიგნით პოზიციაში ჭერის ხარჯზე. ანუ ეს ვარ, ნახეთ, ესეთი პოზიცია მაქვს, ეს მაქსიმალურად გადაშლილი და წინ რო ვდგები, თითქოს აი წინ ვაწვევი და მენჯის სახსრის ხარჯზე ვდგები. აი ესეთი ტიპი ვარ. გააკეთეთ და ისევ და ისევ თქვენი შეგრძნებები დამიწერეთ კომენტარებში, თუმცა გახსოვდეთ, რომ პირველ ჯერზე რომ გამოვიდეს ვარჯიში ახალი ვარჯიში, ან ვარჯიში რაღაცა ახალი ვარიანტით, თუ ვერსიით, თუ ვარიაციით, რაც გინდა თქვით, ყოველთვის ძნელია, ყველაფერს სჭირდება დრო და გამოცდილება. აი ბაჩომაც თავის დროზე რომ გააკეთა, მითხრა, რომ შეგრძნებაო დუნდულას შედარებით გამიჭირდაო, უფრო მომზიდველები ვიგრძენი მაინც, რომ მაშინ როცა მე მომზიდველებს საერთოდ ვერ ვგრძნობ და სულ დიდ დუნდულა კუნთს ვგრძნობ. თუმცა ერთი არის, რომ დროს სჭირდება შეგრძნების განვითარებას ვიმეორებ და მეორე ის, რომ ბაჩოს ჩემგან განსხვავებით ფეხი, რა თქმა უნდა, 100-ჯერ უფრო ძლიერი აქვს და ფეხის კუნთებში შედის, რა თქმა უნდა, მომზიდველებიც და მომზიდველები მეტად უფრო დომინანტი აქვს. ამიტომ ბუნებრივი არის, რომ მომზიდველებს მეტად იგრძნობთ. ნუცი, როიცოდეთ თბილისში აკეთებს საუკეთესო ესპრესოიან პროტეინს. აბა? ცივი ყავა პროტეინით. და მშიერი არ ვიყო შუა დღის 3 საათზე. გაიზრდებოდა, მაგრამ გაზდაზე არ გახსოვდა. კიდე ეს გაზრდაკოს. თუ არ ვემზადებით, რომ აი, სცენაზე უნდა გავდივდეთ ამ რიცხვში, ანუ კვებით, ანუ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ თხელები, მაგრამ მშრალები. და არა მასის საკრეფის პერიოდში ჩემ თავი არ მიყვარს. დამეღალა. სკოლის ამბავში სულ კონტენტს ვიღებ. ეხლა რთულია, რომ შენ მასაში იყო და არა, საერთოდ არ არის კაცო რთული ადამიანებს რა ინფორმაციასაც მიაწვდი. არა, მე გარმაკ. დამეღალა ხელები. რა ინფორმაციასაც მიაწვდი და რასაც ეტყვი ხალხს, რომ ეხლა ვარ ამ ფაზაში, იმას აღიქვავენ, მაგრამ მე არ მომწონს ჩემი თავი მასაში, ანუ ვითრგუნები და იქსაც ვითრგუნები, არანაირი ვარჯიში აღარ მსიამოვნებს რა. ხო, ანუ მირჩევნია, ცოტა ხანი მომაძრე. აი, დავიხე. სუსტი ხარ? ანუ ეხლა მე რომ მართლა მკაფიოდ მქონდეს გადაწყვეტილი, რომ ცოტა ხანი დამიჭირა. თებერვალში სცენაზე უნდა გავიდე, გადავდებდი ჩემ თავს და დავიწყებდი მასას კუნთის ზრდისთვის რა, მაგრამ არ მაქვს გადაწყვეტილი და ხა ლოყების დადებას, პრესის დაკარგვას და იმას მირჩევნია 2 სანტიმეტრის განაცვლად 0.02 სანტიმეტრით გამეზარდოს ეს კუნთი და ვიყო ფორმაში, ჩემი თავი მომწონდეს სარკეში. შა? აბა. ლაშა ვარ ტალახაძე. კი მიწერენ ხოლმე Facebook-ზე. მეორე ლაშა არისო. ეცადე? ლაშა this is for you. მოიცა, მაინტერესებს. არა, აქ ბეჭებამდე ავაგდებ. 1 2 всё. ვინა ლაშა? ჯიმამი ვარ. ოკეი. ცოტა ლაპარაკი ბევრი საქმე.
შორის ვერ ჩამოვყალიბდი როდის რამ წყინს ხოლმე როგორი კომენტარი რა თუ მწერენ რომ კაც გავხარო ანუ გულისხმობა რომ ძალიან კუნთიანი ვარ რა ხო და ძალიან კუნთიანი რო ვარ რო გონიათ რომ ძალიან კუნთიანი ვარ ეგ ძალიან მიხარია მაგრამ რომ წერო რომ კაც გავხარო ეგ მწყინს მაგრამ თუ არ დამიწერეს რომ საერთოდ არის ძალიან კუნთიანი და ძალიან ქალური და ძალიან ლამაზია ეგეც მწყინს ხო და ვერ ჩამოყალიბდი რომელი მირჩევნია დამიწერონ კაც გავხარო იმიტომ რომ ესე იგი კაი დიდი კუნთები გაქვს თუ საერთოდ არ გავს კაც და ძალიან ლამაზი და ძალიან ნაზი არის ეს უბრალოდ კაი ნავარჯიშებია თუ ეგ აი ესეთი პიროვნული გაურება მაქვს ნეტა როგორი შესახეთი ვარ ახლა ვინც ტელევიზორში უყურებს YouTube-ს ოკეი ახლა სამი გამშრალი სამი მომხრელი ოკეი let's go baby სუდადგმულები ვართ, სულ ცირკი ვართ. მან ქვასავით აქვს. მეცით რა მეჭერს, მე ძალიან მეჭერს, ჩემი ის არის რომ შრები ზევიდან ქვევით, მაგით არის ხოლმე რომ როცა შრები სახეზე ნახეთ ის როგორი ლამაზი ვარ. ხო და როცა შრები სახეზე ისე მახინჯდები რომ მენტალურად ვინგრები ხოლმე. ამ დროს ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამომშრალი. და ჩემს თლიან სხეულში ყველაზე მეტი ცხიმის ოდენობა იცით სად მაქვს? ანუ აი ბედის ირონია. აი აქ. სულ რომ არ ვიცი 3% ცხიმზე ჩამოვიდე, ის 3%-იც აი აქ მაქვს მობილიზებული. ასე რომ რას ვსვათ ვეგუებით ბედს. ოკეი. მე დღეს ეს მსუბუქით მაქვს. იმიტომ რომ გუშინ ხო ფეხები ვავარჯიშე. და არა, მსუბუქით მაქვს. ანუ მსუბუქით. არ მოვკვდები. მსუბუქით. მერე მაქვს ზურგის ერთი ვარჯიში, მერე წინა, შუა, უკანა დელტა. თითო ვარჯიში. მერე всё, მერე წლის გეგმას ვასრულებ. ნახე მე ჩემს გამომწერს უთხარი ესეთი რაღაცა. ყველა ვარჯიში, აი მიზნობრივად ამისთვის ვარჯიშობ არ არის. არის for mental health. ანუ კაიფობ რა და ვარჯიშე რა. ხო რა. სიამოვნებს ხალისობ და why not? მიყვარს ხოლმე აი წონას ბომბი არ უნდა დაედოს, მაგრამ აი თითქოს ხო აი თითქოს დაფიქსირდა გაწევის ფაზა და ზევითაც თითქოს დავაპაუზოთ. დაღლილი მაქვს. კვადრები დაღლილები არიან ძალიან. იმან სესხი მაკიდება ასეთ პატარა წონას იცი. ხო. ჩამოვდეთ, დავაფიქსირეთ. თითქოს ჩამოვდეთ, დავაფიქსირეთ. თითქოს ჩამოვდეთ. ანუ კი არ უნდა დაისვენოს და მართლა დაედოს წონას. უბრალოდ უნდა შეეხოს. გუშინეს ვაკეთე 25 კილოთი და ახლა ვაკეთებ 15-ზე ძლივს. ძლივს. მოდი ლომო. ოკეი. დაგვრჩა ერთი მომხრელი. როჭი რო გადამევიდა რაღაცნაირად კანმა შეიცვალა სტრუქტურა, იცით, თითქოს.
და აი უფრო რუჯი ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, აი სხეულის კონტურებს უფრო მეტად გამოკვეთს, მაგრამ როდესაც რუჯი გადადის, აი მთლად სანამ ძალიან გაუთეთრდები არა, მაგრამ აი ეხლა როგორც ვარ, აი თითქოს კანის სტრუქტურა უფრო ნაზი და რაღაცნაირი ესთეტიური ხდება. თქვენ რას ფიქრობთ? მე ძალიან მომწონს. ეხლა როგორი, აი თვითონ კანს როგორი ისიც აქვს. თუმცა ხვალიდან ძალიან ბევრს გავირუჯები. ნათია უჭრელია და საერთოდ არ შეა. სხვათა შორის ამას თავის მიზეზი აქვს. ოღონდ არაფერი რაღაცა დამალული და ის, ანუ სხეულში რა პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ვარჯიშობ და აი ის რო შიმშილის გზნობა დათრგუნული არის, ამას რა ბიოქიმიური პროცესები იწვევს. ამ ყველაფერს ვასწავლით ჩვენთან სპორტულ ნუტრიციოლოგიაზე და ამას რატო ვერ ვწევ? ხო და რაღაცას თქვა მინდოდა და დამავიწყდა. კაი, თუ გამახსენდა, მოგიყვებით მე. გუშინ გავაკეთეს 15 კილოთი. ეხლა მე ეჭვება, რომ 10 კილოთიც კი შეუძლო, იმიტომ რომ ეს და ეს ძალიან დაღლილი მაქვს. აშკარად, უკვე გუშინდელის მე. ტრენაჟერი ჩემთვის დიდი არის. აი იქ რომ ვეჭიდები მკერდთან წინააღმდეგობაში მოვდივარ და თან აი ძალიან გადაკუზული ვარ და არ მიყვარს, ამიტომ ზუსტად აი თითქოს აი აქ ვცდილობ რაღაცნაირად რომ მოვეჭიდო ხოლმე. აქ ფეხზე ვიფენ ხოლმე კიდე პედს და გაწევლის ფაზას ვმატებ, მოკლედ ბევრი რაღაცა პატარ-პატარა ხრიკები არის, რითიც შემიძლია რომ ტრენაჟერს მოვარგოთ. და ხო, რომელ ფეხსაც ვაკეთებ, საპირისპირო ხელით ვცდილობ რომ თითქოს აი სხეულს დავეხმარო მოკაჩვაში. დღეს მეჭირს, ძალიან ჭირს. ათათი იყოს, მოდით თორე. ანუ გუშინ სკამზე ვერ ვშდებოდი საღამოს და დღეს დილით ისე მტკიო და ტურზე ძლივს დავუჩექი. ჰამსტრინგების მომხრელისთვის ეს არის ზე იდეალური ტრენაჟერი და კიდე მუცელზე რო წევართ, ხო იცით და რო შლით და ხლით, ეგ არის ზე იდეალური. დასაწოლი ჩვენს დარბაზში არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მეორე დასაჯდომი. გიჟდები, გაჩვენებთ. ეს რა, ანუ ძალიან გამშლელი, რაზეც გავაკეთე, ანუ შეგიძლია შეუცვალო ეს და გაშლა გააკეთო, ან მოხრა გააკეთო. მე რომ მქონდეს არჩევანი, ну იდეაში სამივე სახის მომხრელი მექნებოდა დარბაზში, მაგრამ თუ მაინც არჩევნის წინაშე ვიდგებოდი, ვინაიდან უბრალოდ მუშაობის სიბრტყეში არის სხვაობა, მაშინ ავირჩევდი აი წერან რაც გაჩვენეთ ფეხზე მდგომ მომხრელს და ასეთ მომხრელს, ოღონდ არა ამ ტრენაჟერს. ამ ტრენაჟერში მომხრელს ფაქტობრივად ვერ ვაკეთებთ. მოსწავლებს ვაკეთებინებ, იმიტომ რომ ისინი მძიმე წონით ვერ აკეთებენ და თუ საშუალო წონით ვაკეთებინებ ხოლმე, მე ვასრულებ ტრენაჟერის დანიშნულებას. ანუ მე ვასრულებ ტრენაჟერის იმ ნაწილის დანიშნულებას, რაც ამ ტრენაჟერს არ აქვს და ცოცხალი თავით ვერ ვხვდები რანაირად არ აქვს, ანუ რანაირად გამაზეს. ანუ ამ ტრენაჟერს უნდა ჰქონდეს, მე სადამდე გაწიებ. როცა ვზივარ და ფეხი უნდა მოვხაროთ. აი აქ, აი როგორც ესეთი რაღაცები არის, აი აქ უნდა გქონდეს ჩამკეტი, რომ ზევიდან დაიდო და წინ ხელების მოსაკიდი, იმიტომ რომ მაგის garaშე როგორც კი 10 კილოზე მეც მოკაჩავ, ესე ზევით გაყენებს წონა რა. და აი არა აქვს, ანუ არა აქვს, რატო არ აქვს, არ ვიცი, ტექნიჩი, what the fuck? არ აქვს. და ამიტომ ვერ ვაკეთებთ. თორე იდეალური არის, მით უმეტეს მაგ ტრენაჟერში შეგვიძლია ოდნავ კორპუსი წინ გადაწიო და აი სადაც დიდი დუნდულა კუნთი და ჰამსტრინგის გადაკვეთის წერტილი არის, აი იდეალურად უტყავს მაგ ადგილში, მაგრამ აი ესეთი რაღაცა გამაზვა მოვიდა ტექნიჩას. გავაკეთეთ. ჩემთვის
აი ხო არის რაღაც ყველა ადამიანს აქვს თავისი კვებითი ჩვევები რა. კვებითი უპირატესობები, რა მოსწონს, როგორი მოსწონს, როდის მოსწონს, რანაირი მოსწონს. ჩემთვის დღის მანძილზე ყველა კვებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის საუზმე. ანუ საუზმე თუ არ არის გემრიელი, მორჩა, ანუ მე სულ რომ, ჩემი საყვარელი სამზარეულო არის იტალიური სამზარეულო და მე აზიური, ხო და სულ რომ საუკეთესო იტალიური რესტორანში წამიყვანო, მორჩა, მაინც 400-ზე ვარ, იმიტომ რომ საუზმეზე ვევჭამე გემრიელად. მეორე კვებით ჩვევა მაქვს ის რომ მოცულობითი კვება მიყვარს, მაგიტომ არის რომ ბოსტნეული მაქვს კვებაში დიდი რაოდენობით. აი მიყვარს როცა აი თეფში ესეთი ბევრი არის. და კიდე ერთი კვებით ჩვევა მაქვს, იდეაში ბევრი კვებით ჩვევა მაქვს და კიდევ ერთი მესამე არის ის რომ სახლში ჭამა მიყვარს. ანუ სახლში ჭამა მიყვარს იმ წამს მომზადებული, იმ წამს გემრიელად ტაფაში გაცხელებული საკვების ჭამა მიყვარს რა. აი თუ კონტეინერით სამსახურში წამოვიღე, იმიტომ რომ მთელი დღე სახლში ვერ მივალ და მიწევს, მინდა დარბაზში ცხოვრობ ხო? და მიწევს მაგ დროს ყველაზე მეტად მიჭირს კვების დაცვა. სულ მგონია რომ მშიერი ვარ. იგივე რაოდენობა რო ვჭამ ოღონდ სახლში, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, მაგრამ იგივე რაოდენობა კონტეინერით რომ მაქვს დარბაზში და აქ რო ვჭამ, მშიერი ვარ. ანუ ვერ აი გონებრივად ვერ ვნაყრდები. მიყვარს აი იმ წამს ტაფა გამოვიღე, ხორცი მოვთუშე, ბოსტნეული გავამზადე, ის აი იმ სახლში, ჩემს მაგიდაზე, ჩემს სკამზე გემრიელად დავჭექი და იქვე ვჭამე. აი ეგ პროცესი თუ არ მაქვს, ჩემი ტვინი ვერ ხვდება რომ ჭამა. ამას გონია რომ უბრალოდ რაღაცა წაუსნექავა, რომ დრო გადააგოროს, რომ აი სახლში რომ მივა, მერე გემრიელად ჭამოს. ასე რომ აბა თქვენ დაუკვირდეთ თქვენს კვებით ჩვევებს. დაუკვირდეთ თქვენს კვებით ჩვევებს. იმიტომ რომ რეალურად აი ეს ჩვევები თუ არ დაკმაყოფილდა, მერე ეს დაუკმაყოფილება იწვევს უკვე ჯანსაღი კვების დაცვის წესების დარღვევას. და ხელის შემშლელი ძალიან საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება რა. ბოლომისვლა. რადგან კვებაზე ჩამოვაგდე საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი არის და არავითარ შემთხვევაში თქვენი კვებითი მოთხოვნილებები არ უნდა უგულებელყოთ რა. ეგ არის ნომერ პირველი მტერი, ვიმეორებ, როდესაც საქმე მიდის კვების დაცვაზე. იმიტომ რომ გვინდა გემოს რეცეპტორებმა იმ ჩვევა, რომელიც აი ჰაერივით გვაქვს გონებაში გამჯდარი, ესენი თუ არ დაკმაყოფილდა, ხანგრძლივ პერიოდში, ანუ ჩვენ რო ვიძახით, რომ კვება მთელი ცხოვრების მანძილზე არის, ხო, ისე როგორც ფიზიკური აქტივობა, ვერ ვიზავთ ამას, ანუ სულ დაუკმაყოფილებლები ვერ ვივლით, ფიზიკურად გამორიცხული. ამიტომ დაუკვირდით, არც მწვრთნელმა, არც არავინ არ იცის თქვენი აი აქ შინაგანი, ეს შიდა სამზარეულო რაც აქ ხდება რა. ამიტომ დაუკვირდით და შეისწავლეთ საკუთარი თავი პირველ რიგში რა. შეისწავლეთ საკუთარი თავი და დაუკვირდით რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, როდის ხართ კმაყოფილები, როდის არ ხართ კმაყოფილები, რა იწვევს კმაყოფილებას და რა არის ის, რაც ამ კმაყოფილებას არ გაძლევთ. ასე რომ მე კიდე ერთი ასე რომ მიყვარს მრავალფეროვანი კვება. შეიძლება ერთი და იგივე მაგალითად კერძი ვჭამო 2 კვირის მანძილზე, მაგრამ ამ ერთსადამავე კერძში ყოველთვის მაქვს მრავალფეროვანი გემოები. აი ამ ბოლო დროს ვაკეთებ რაღაცა იმას, მინდოდა აი ამ ვიდეოში ჩამესვა, მაგრამ დღეს არ მაქვს გეგმაში მაგ კერძის მომზადება. ან თუ მოვიფიქრე ვიზა არ ვიცი წინასწარ, ანუ ერთ კონკრეტულ თეფშზე მაქვს მინიმუმ 7 სახის ბოსტნეული, ანუ 7 სხვადასხვა გემო მაქვს. ამ ბოსტნეულს დამატებული ზევიდან რაიმე соуსი, ეს კიდე მერვე გემო, კიდე ხორცი, ეს მეცხრე გემო, ან საქონლის, ან მის ქათმის, პლუს სხვადასხვა სახის სუნელები, ეს მე-10, მე-12, მე-13 გემო, ანუ მიხდით ერთ თეფში იმდენი გემოების ზეიმი მაქვს, რომ ანუ კვებას რო დავასრულებ, ვარ უბედნიერესი. და საერთოდ ვერ აღვიქვა, რომ იმ თეფშზე იმ წამს რაღაცა ჯანსაღი რაღაცების იქით სხვა არანაირი ხელოვნურად შექმნილი გემოები არ მქონდა. ამიტომ დავუკვირდით თქვენს გემოვნურ თვისებებს და ჩვევებს, რა გაკმაყოფილებთ და მის მიხედვით დაგეგმეთ ხოლმე თქვენი კვების რაციონი. წავედით. 50 და დროპსეტივით მივსხოთ. ოკეი. ესენი მაზოლები მაქვს და ძალიან ტკივ. სუდი ხელის მოსაკიდი აქვს.
50 კილო, მე ვარ 55. რა გახდა ხო? ერთი ვარჯიში სულ დავამატოთ. ხო და ტელეფონიც ჭირდება. მაგრამ არ ავშევს. ამ ვარჯიშის დროს სულ ვცდილობ ყოველი მოკაჩვის დროს ბეჭები დაბლა დავუშვა. სულ საკმაოდ გერა ძალიან. Okay. Aurat ეხავს ტელეფონი რა ჭდება. ანუ დელტის ვარჯიშებს ვერ გადავიღებ. ანუ ვცდები 1-5 წუთი მაინც დავტენო ახლა. მოკეთ ამ ვარჯიშს გავაკეთებ კიდე 3 სვლას, გავიქცევი ტელეფონს შევერთებ რომ დაიტენოს და მე დელტებზე დაგიბრუნდებით. დელტებზეც თუ არ დამავიწყდა, ერთ ძალიან მნიშვნელოვან პატარა ხრიკს გასწავლით. ბოდიბილდერული ხრიკი არის სიმართლე გითხრათ, მაგრამ ძალიან გამოსადეგი. მოკლედ უკვე ძალიან დაუკრაფოში გადავედი, ამიტომ იდეაში მინდოდა იზოლირებულად წინა შუა და უკანა დელტის გაკეთება, მაგრამ ხვდები რომ უკვე ძალიან გვიანია. ამიტომ ერთ ვარჯიშს გავაკეთებ 3 სვლას და წავალ სახლში. ბავშვებისთვის პიცა რომ გითხარით შევუკვეთე და გადავწყვეტე დღეიდან უკვე მეც დავიწყებ ყვების მიმართ. მოკეთ მეც სახლში პიცა მევალდება. ოკეი. დავჭერთ. ხო და წინა შუა და უკანა იზოლირებული დელტების ნაცვლად გადავწყვეტე ეს ტრენაჟორი და მორჩა. დავასრულებთ. ველოდები რომ და დამირეკო პიციდან და რო ვიღებ ვერ ვხედავ რა რეკავენ ანუ ზარი არ შემოდის და უკვე ნერვული სისტემას გადაიღალ აშკარად და აზრი აღარ აქვს რა უკვე ისე დებილურად ვარჯიშობ და ესეთ ვარჯიშს ყოველთვის ჯობია შევწყვეტოთ. მოკლედ ბაჩო მომწერა მეც პიცა შევუკვეთა თან ჩემი საყვარელი პიცა მოკლედ დღეიდანვე ვიწყებ ჭამას ვინც ყვების დაცვა და ვარჯიში მოიგონა ოკეი
ეს დაუსწრია. მე ნაპოლის პიცა შემიძლია ეს ჭამაზე ორ ცალი ვჭამო ისე რომ აი ანუ ძალიან ხელისმომია. ეხლა უნდა შევიარო კარფურში. რაღაცები მინდა პატარა პეჩენიები ვითთხილეული ვიყიდო, იმიტომ რომ თვითმფრინავში ბავშვები ვერ ძლებენ ხოლმე რა, აი ვერ ისვენებენ და აი რაღაცა უნდა თქმა გასართობად და ესე პატარა ჩანთით მიმაქვს ხოლმე და ახრაშუნებენ ხოლმე. რა მარტო ბავშვები მეც. ხოდა წავიდეთ ახლა ვიყიდეთ რაღაცები. ანუ რამე ისეთი აი მე მიყვარს ეს სხვათა შორის. არ გეგონოთ რომ ვჭამ ხოლმე, უბრალოდ მიყვარს. არანაირი რაღაცა დეფიციტის შექმნაში მეხმარება და ასე შემდეგ, უბრალოდ გემოზე მიყვარს და ამას წავიღებ ჩემთვის. მითხარით რომ მარტო მე არ ვარ, ორეოს ვაღიარებ მარტო ესეც თეთრი, აი შიგნით თეთრი გულსართი რომ აქვს და არა აი ესეთებს შოკოლადით. ანუ ესენი არ მიყვარს, აუცილებლად თეთრი გული უნდა გქონდეს შიგნით. ოკეი, ორეო და აი ეს ამერიკან კუკები ავიღოთ და ეგ არის და ეგ. ეყოთ. გეფიცებით მართლა არ ვიცი. მე ანუ აი მოკლედ ყოველ დღე, ანუ თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე კი არა, ყოველდღიურად გაოცებული ვრჩები, როდესაც სუპერმარკეტში შევდივარ და საკვებ პროდუქტს ვყიდულობ. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ხორცეული, რძის ნაწარმი, ბურღულეული, არ აქვს მნიშვნელობა. თუ რაიმე გემრიელობები ბავშვებისთვის, ანუ ისეთი ფასებია უკვე, რომ მე არ ვიცი რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს ადამიანს იმდენი, რომ ყოველ დღე თავისუფლად ნერვიულობის გარეშე შევიდეს და გამოვიდეს სუპერმარკეტიდან და ანგარიშზე შიშით დარჩენილ ნაშთს არ ამოწმებდეს. ანუ კატასტროფა ფასები არის და ზოგჯერ რაღაცის მაქვს ხოლმე რა ეს მაინცაი ამ ჯანს აღყვებას რომ იმაშვები. ანუ აი ისეთ ფასებია რომ ნათია, ანუ ხალხს ძალიან რთულია მოკლედ. კარგ განათების დროს როგორ კარგ ხარისხში იღებს. ძალიან რთულია, თუმცა როდესაც გარეთ კვებას ეხება საქმე, ხო, ანუ ჯანსაღი კვება რას ნიშნავს? კვერცხი იქნება, ხორცი იქნება, ანუ ჯანსაღი რაც არის, ხო? მაგრამ იგივე რაღაც რო გარეთ ვიყიდოთ, ეხლა ლარნახევრიანი ლობიანით დღის გადატარება, ოკეი, კარგი, გასაგებია, მაგრამ თუ ჩვენ არაჯანსაღ საკვებზე ვსაუბრობთ, რა ვიცი, ყოველდღიურ რეჟიმში რაც არის, ხო, რავი, აგერ მაგნოლდი გადაჭედილია ღამის 3 საათზეც რომ გაიარო, ხო? ეგ 100 ჯერ ძვირი ჯდება. მაგიტომაც სულ იმაშვები, რომ ჯანსაღი კვება რაც არ უნდა ძვირი ღირდეს, მაინც უფრო იაფია, ვიდრე ქუჩაში ჯანკ-ფუდის ჭამა. ეგ არის ეგ. შედეგის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა რაღაც შედეგზე საუბრობთ რა. ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას დარბაზის მიღმა. მე და ჩემი ხმა ისმის, იმიტომ რომ ახლა მიკროფონი არ მიკეთია. დარბაზის მიღმა. ანუ ილუზია იმისა, რომ მე კვირაში 3 ან 4 დღე 1 საათით ვივარჯიშებ, ის ღმერთ მაინც ის როგორ ვივარჯიშებ, ხო? და მე ამით შედეგი მექნება, ეს არის მხოლოდ ილუზია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღის მანძილზე კიდევ ჩვენი სხეულის ფიზიკურ აქტივობას. რამდენს დავდივართ? ეს 10,000 ნაბიჯი არის ზღვაში წვეთი. ეს არის ის მინიმუმი, რაც კაცობრიობისთვის მოიგონეს, რომ რამენაირად დივანიდან ააყენონ. მაგრამ ამის იქით, რას ვაკეთებ, დავდივართ, მივდივართ, მოვდივართ, სახლს ვაღებთ, ბავშვებს დავსდევთ. ეს ყველაფერი არის ფიზიკური აქტივობა,
და იმ ყველასთვის აუცილებელი შედეგისთვის არის ერთ-ერთი თავარი პირობა. ამიტომ მე თუ დარბაზში მივედი, მივარჯიშე და მე მთელი დღე სახლში ვარ დივანზე წამოკოტრიალებული. მორჩით ოცნებებს. მორჩით აუცილებელია მთელი დღის მანძილზე ჩვენი სხეული კიდევ როგორ აქტიურობს. ამიტომ ეს არის მით უმეტეს იმ ადამიანების მიერ გასათვალისწინებელი წესი, რომელსაც სურთ წონაში კლება, ან სურთ უბრალოდ წონაში არაფერი აღარ აქვს დასაკვირველი, მაგრამ უნდათ რომ გამოშრენ ეგრეთ წოდებული. ჯერ შრობა სპორტსმენებისთვის გამოსაყენებელი ტერმინია, მაგრამ აი რაღაცა მაგდაგური ხო ხდებით. აუცილებელი ფიზიკური აქტივობა მთელი დღის მანძილზე. ეს რაღაცა წესივით დაიმახსოვრეთ რა. არ არის საკმარისი ჯიმში საათი 15 წუთი იმ ყველასათვის სასურველი და სანატრელი შედეგისთვის. აუცილებელია კიდე რომ ჩვენ დღის მანძილზე სულ მოძრაობდეთ, სულ გადავადგილდებოდეთ. რა თქმა უნდა არის ოფისური სამსახური, რაღაცა ანუ რასაც ვერ გავექცევით, მაგრამ ამის მიღმა კიდევ გვაქვს დრო. გვაქვს, ყველას გვაქვს. თუ ეხლა დღეში 18 საათი არ ვმუშაობთ ლეპტოპთან, ხო? ამიტომ გაითვალისწინეთ. რა ვიცი, გლოვოსა და ვოლტის ნაცვლად ჩადით მაღაზიაში ფეხით. რაღაცა ბავშვი გაასაინეთ საღამოს სტადიონზე და განადაჭდეთ და მზესუმზი რა აკნატონოთ იქ პარკში სკამზე. არა, იარეთ, ეთამაშეთ ბურთი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორი, რომელსაც რატომღაც ადამიანები აიგნორებენ და არ ითვალისწინებენ. ასე რომ ვიმეორებ, დარბაზში კვირაში 3-4 დღე მისვლა და ვარჯიში და ღმერთმა იცის თან როგორი ვარჯიში არ არის საკმარისი ჩვენთვის სანატრელი შედეგისთვის. აუცილებელია პლუს მთელი დღის მანძილზე როგორი ფიზიკური აქტივობა აქვს ჩვენს სხეულს. აი მე ყოველდღე ავდივარ ისეთ აღმართს რომ რა ვიცი. ვიტანჯები. მაგრამ მე მახსენდება რომ ამ ტანჯვას ძალიან კარგი შედეგები მაქვს ჩემი სხეულისთვის, ჩემი მიზნებისთვის. და მე ვარ ხომ ბედნიერი. რა უმასე კადრია. ოკეი. ჩემი ჯიმ სივრცე, სადაც მე ძალიან სასაცილო რაღაცები უნდა გაჩვენოთ. ნუ ხოლმე სარბენ ბილიქს გამოვიყენებ, როგორც აი ახლა მიხვდებით. ნუ სარბენ ბილიკი არის და იქით რაღაც თავისუფალი წნები არის. ეს რაღაც დენიკინის დროინდელი სმიტის ტრენაჟერი, რომელზეც შეხებაც კი მეზიზღება უკვე ჯერ არ შევხებულ ვარ და არც შევეხები. საშინელად გამოიყურება. თუმცა ხო რა რაღაცას იზავს ადამიანი. წონები არის. სკოჩით მიწებებული. ფუ, შენს არ არის. მოკეთ სირბილი მიყვარს და ელცოს და აგერ სამი სარბენი ბილიკი კი არის, ხო და. ეხლა აქედან არის საუნები. იქით არის ეს არის დიდი გაერთიანებული, აი იქით ბოლოში მთავრდება. აქეთ არის პირდაპირ იქიდან გამოსასვლელი, ანუ საუნები რო არ გაიარა და პირდაპირ სასტუმროს შენობიდან რომ გამოხვიდე აუზზე. აქეთ არის პატარების აკვაპარკი და გვერდზე დიდების აკვაპარკი. აი მე ძალიან ბევრი ბავშვები და ძალიან ბევრი ხალხია. რომ იცოდეთ ჩემთვისაც როგორი რთული არის, როცა დასვენება მინდა. არ მიყვარს ხალხმავლობა, არ მიყვარს. მიყვარს სიჩუმეში ყოფნა. მაგრამ არა უშავს მოუძებნი სადღაც რაღაცა ჩემს მშვიდ კუთხეს და დავისვენებ ხოლმე. ბავშვებისთვის ახლა საღამოს მზე რომ გადავა. აი ეს სიტუაცია არის. საღამოს მზე რომ გადავა, იმას ვიზავ, აი უსაფრთხო ზონები, რომ მე მარტო გამოუშვა ხოლმე.